ამბავმა რომ პატიმრობაში მყოფი გური მირცხულავა მამის პანაშვიდებზე არ დაუშვეს, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. თუმცა ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად არაადამიანურია რეჟიმი. ქალბატონო ინგა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მადლობა მე ყურადღებისთვის. იცით რა მაინტერესებს, რა იყო ოფიციალური მიზეზი, რა გითხრეს, რატომ არ გამოუშვეს მამის დაკრძალვაზე და რამდენად გულსატკენი იყო ეს, ცხადია გურისთვის ძალიან და თქვენთვისაც. ოფიციალური მიზეზი იყო ერთადერთი, რომ არის დასვენების დღეები, ადმინისტრაცია, სრულფასოვნად არ მუშაობს ციხის ადმინისტრაცია და აქედან გამომდინარე დოკუმენტები ყველაფერი დროში იწელება და არ გამოდის. ოფიციალური მიზეზი ესეთი იყო. რა იყო რეალური მიზეზი, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ დაგჭათ განცდა იმის, რომ რაღაცნაირად დასაჯეს გური იმით, რომ არ გამოუშვეს მამის დაკრძალვაზე. რა თქმა უნდა, ეს სასჯელია. და ალბათ ესეც იყო, იცით, ეს თითქოს და შეიძლება რაღაც სიმკაცრე დაგვანახეს თუ რა იყო, ვერ გეტყვით, რას ემსახურებოდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ამითი ვერანაირი ქულები ვერ დაიწესეს. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ქალბატონო ინგა, უფრო ახლოს რომ გაგვაცნოთ გური. რა ინტერესები ქონდა, როგორი ბავშვი იყო? თქვათ, როდიდან გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, რის გამოც გამოვიდა და ესე აქტიურად დაიწყო ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ. დედისთვის ძალიან ძნელია, ობიექტური იყოს, ყველა დედა არის სუბიექტური. გასაკვირველია, გეთანხმებით. თუმცა ვიტყვი, ეს 90-იანი წლების ჩვეულებრივი ბავშვობა ქონდა მას, სწავლობდა, იყო ყოველთვის აქტიური, კომუნიკაბელური, ყავდა ბევრი მეგობრები, ყველგან საბავშვო ბაღშიც კი. ძალიან იცით როგორ გითხრათ, დამყოლი და ბავშვობიდანვე კანონმორჩილი იყო. უყვარს ლიტერატურა, უყვარს პოეზია, რა თქმა უნდა, ჩართული არის ამ მიმდინარე მოვლენებში და ვიტყვი, რომ ყოველთვის ჩართული იყო და ამაზე შეიძლება ოჯახმაც მოახდინა გავლენა, იმიტომ რომ ეს არის საინტერესო, რა კუთხით. დამოუკიდებელი საქართველო რო გამოცხადდა, ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისში, მამაჩემის ბაბუა იყო ამ ამბებში ჩართული, რომელიც შეეწირა, რა თქმა უნდა, დახვრიტეს. აქედან გამომდინარე უკვე ოჯახს სხვა განწყობილება შეექმნა, მამაჩემიც აქტიური ადამიანი იყო. არ ვიცი, ჩვენთან ყოველთვის მიმდინარეობდა საუბარი პოლიტიკაზე, ქვეყნის კურსზე, მიუღებელი იყო ყოველთვის ეს საბჭოთა მენტალიტეტი, პრორუსული მენტალიტეტიც. და ამან რა თქმა უნდა გავლენაც მოახდინა, თუმცა ესე რომც არ ყოფილიყო, მე ვფიქრობ, რომ მაინც ამ პოზიციაზე იდგე. როდესაც დაიწყო აქციებზე სიარული, რას გეუბნებოდათ, რომ რატო უნდა მდგარიყო? ალბათ, გისაუბრიათ ხო თქვენ შულთან, რას ამბობდა, რომ რატომ იყო აუცილებელი მისი რუსთაველზე დგომა? ამოსავალი წერტილი ეს იყო მაინც ანტირუსული მიმართულება, ანტირუსული პოლიტიკა, ყველაზე მნიშვნელოვანი. შემდგომ უკვე ყველა ის მოვლენა, რაც ამ პოლიტიკიდან გამომდინარეობდა, ეს არის არა ევროპას, არა მსოფლიოს, ვიყოთ ჩაკეტილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იყო მისი ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა. ხო და ალბათ ლოგიკურიც იყო, რომ ყველაფერი ესე დასრულდა. ალბათ არ ელოდებოდით, რომ ამ ბრალდებებით დააკავებდნენ? არა, ასეთ ბრალდებას, ესეთ მძიმე ბრალდებას ნამდვილად არ ველოდი. მაგრამ რომ შესაძლო დაკავება რომ შეიძლება და მომხდარიყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბევრად უარესი მოვლენებიც დატრიალდა აქ აქციების დროს, ხო? ზოგი ციხეში არა, მაგრამ ზოგი საავადმყოფოში. ნამდვილად გეთანხმებით. იცით, ზოგ ადამიანს დაუმახინჯდა საერთოდ ცხოვრება, ამიტომ გურის განწყობას გეტყვით. ძალიან საინტერესოა. დღემდე
დედე მე ყველაფრისთვის ვარ მზად, შენც ყველაფრისთვის იყავი მზად. არ ინერვიულო. ხო, თუმცა მშობლისთვის ესე არ ინერვიულო, ეს ძალიან რთულია, თუმცა თქვენი განცდა მაინტერესებს, როდესაც აი ასეთ ბრალდებას უყენებენ თქვენ შულს და თან უყურებთ ხელებზე ბორკილდადებულ შულს, ნუ ეს დედისთვის არის ეს არის ეს ტრაგედია არ არის, რა თქმა უნდა, ტრაგედია ძალიან მძიმე. შორს ჩვენგან, თუმცა ნუ ძალიან მძიმეა. მძიმეა, რა თქმა უნდა. ძალიან მძიმეა. და კიდევ ერთი მაქვს უსამართლობის აი საოცარი შეგრძნება და განცდა. იცით როგორ გითხრათ, სასამართლო სახელმწიფოში ისეთი სტრუქტურაა, რისი იმედიც მიუხედავად ხელისუფლების ადამიანს უნდა კონდეს. და აი როცა უკვე ეს იმედიც გრება, აი აქ უკვე სრული განუკითხაობის შთაბეჭდილება გრჩება ადამიანს. რაც შეეხება სხვა კუთხით, როგორ გითხრათ, იცით, პატიმრისთვის არ არის მიზანშეწონილი, არა. მათთვის მძიმეა უყურან საკუთარ დედებს დეპრესიაში, მტირალებს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვცდილობ, რომ ვაჩვენო, რომ მაგრად ვდგევარ. ვცდილობ ეს ყველაფერი აღვიქვა და ალბათ მისთვისაც ესეა სასარგებლო რეალურად. რეალობის ზღვარს მიღმა არ გადავიდე და რა თქმა უნდა მქონდეს სამართლიანობის იმედი. თუმცა ეს სამართლიანობაში დღევანდელი სასამართლო არ იგულისხმება. ზოგადად სამართლიანობას გულისხმობ. თუ შეხვდით უკვე პატიმრობაში მყოფ გურის ახლოს არ შეხვედრი ხარ. თუმცა სატელეფონო კონტაქტი გვაქვს კავშირი. და როგორ გრძნობს თავს მხნეთ ალბათ. ძალიან მხნეთ და მეც ძალიან მამხნევებს. ყოველთვის აი ცხოვრებაში, ნუ ყოველთვის ხო არის პრობლემა, რთული სიტუაციები. ყოველთვის ჩემს გამხნევებას ვცდილობდა. აი ამ მხრივ მიჭირს მარტო ვარ და საკუთარ თავს თვითონ ვიმხნევებ. ის გვერდზე არ მიდგას. არ მამხნევებს. ქალბატონო ინგა, ძალიან დიდი მადლობა. ესე ეკრანიდან გიცნობთ და წარმოუდგენელია რომ სხვანაირი შვილი ყოლოდათ. დიდი მადლობა. რომელიც თავის ვალს როგორც თქვენ თქვით მოიხდიდა ქვეყნის წინაშე და რა თქმა უნდა როგორც ყველა რეჟიმის პატიმარს გურისაც ვუსურებ ძალიან მალე განთავისუფლებას და სახლში დაბრუნებას და ჩვენს ქვეყანას რა თქმა უნდა იმ დიდ ევროპულ ოჯახში გაერთიანებას რისკენაც უკვე წლებია მივდივართ.